მოგესა დღეს ჩვენ გადა ხო რა ისა ჩვენ სიცივია დადგა სიცივე ფონიჭალაში მაგრამ თქვენთვის მაინც ვიგებ ხო აი ძალიან მეხუცეს ერთად ადამიანს ცოტა მსუქარს მე ანუ ხო და ძის დავითახეთ იმედია ისა შემოვა სპონსორად საქართველოს ბანკი რა როგორ ახარ ბიჭო? ლიბერტი იყოს არა ირაკლი რუხაძე. როგორ ახარ მეგობრებო? ცივა აი ვახალ დაანსი. ცივა და თან მე ვირუსი ვაჭარ. ციროზი და. ვირუსი ვარ დაანცოდა ბიჭო. რატო რა იწოდე სამ? კაჩა ამჭირდა. ხო და я на алевозиц იალა. და კაროჩი რა ხალეობები. ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ იმიტომ რომ იაზე დადო ძალიან მაგარი მოლინახვა. მაგარი 341. მის 341. თან 51 ის ხო ამბავია თან ჩვენ ის სპონსორებს. ნამთხოვა არის. ვინც სპონსორებს? ბატონი ბიზინა. ბატონი ბიზინა და ბატონი. გითხარება? ხარება მოხაზი გოხინას. კი ბატონო. ხო მაგაზე უნდა გველაპარაკო ცოტა სხვა შორის, იმიტომ რომ საინტერესო 2 საათიანი ვიდეო სულიად ცირობა ვიდეო 2 საათიანი რატო უყურე ვაფშე. ბოლოს რაც ვინანე იყო ის რომ 1 წელი ბოლოს რაც ვინანე, არა 2 წელი გარი. იყო ეგ მაგის ყურება და მეორე იმას უყურე მელიას. აი მაგორ ვიდეოზე. ხო, მაგორ დებატებზე უაზრობა. რომ მე ნახოს არ ვიცი. პრობლემა წარმოიშვა პოდკასტში. ტექნიკური ხარისხი ხო? მაგრამ ის ადამიანი მოდიფიკა. რამიშობა გახსნა და თვითი. იქით შენკენ არის. დაგეთ ბერას გზახსნელია. ხო და. გავიდოთ. რა სიტყვით? ხო შეწყობული. მე ისე. არა, ირაკლი ხათა ეს კი. შეწყობული. ალბათ ხალხი ჩამოყართაზე პირველ მე დავიზეთ რა. ანუ მე გამოვიტანე სამი დასკვნა მაგბილიდან. დებატი თუ რა დაუწოდო ის. ხო ინტერვიუ. ამ დებატი არის. დებატი იყოს რა თქო, იმიტომ რომ თავი დაიხო ის მიახალა პროპაგანდისტი და ანუ ჩვენში ძალიან დიდი პრობლემა დებატების. ანუ მე არ მინახავს საერთოდ შემწისი დებატი, აი არ მახსოვს. არა ამერიკაში, გერმანიაში ეს ჩოლობრი ამბავი ანუ კონსტიტუციური დონედი აყვანენ ამის ამერიკაში. და მაგიანი იჯერეს ამ კენედი ხო მაგიან აირჩიეს, რომ ყველა რიჩარდ ნიქსონს იცოდა თავიდან და კენედიც იმ დებატებიდან აირჩიეს, იმიტომ ეს სერიოზული ტიპი იყო, ახალგაზრდა, ლამაზი, სიმპათიური და გარდა ლაპარაკობდა ყველა მაგიან აირჩია თორე შანსი არ ჰქონდა ვაფშე. სენატორი იყო ტრაგის ვაფშე. მან სენატორი იყო მას. ანუ ჩვენთან უნდა გავაუმჯობესოთ დებატები უეჭველი. მეორე, ანუ ადამიანს თუ დაჯერება უნდა რაღაცის, იმას არ დაიჯერებს არანაირად. რაც არ უნდა იესო ელაპარაკოს ებრაელებს, მინაც ვერ დააჯერა და რუხაზეს ვერ ელაპარაკო, ოცნება სუდია მას არ დაიჯერებს, ანუ შანსია რა, თვითონ თუ არ ჩაწდა, ნუ ვერ გამოვა. და მესამე. ამოვიდა მესამე. ხო. სანამ ესეთი ხალე ოპოზიცია ვიყოლება, სულ ისინი იქნებიან ანუ თავარი მიზეზი კონცირჩოს ხალხი ოცნებას არის რომ რამე მაგარი გააკეთონ ის რომ ისინი არ დაბრუნდნენ რა ეგეთ ხლები არ დაბრუნდნენ და ყველა როგორ გასაი დაკავშირებული მაინც ნაციფანი ყველა ახალი კახარია ხო ნუ ძველი კონცერტი და არის ასეთი ლელო ნუ ლელოს ვინ არის ეს ვაფშე მამუკა ხაზარს ვინ მისეს ხალხ ყველაზე მე ვიცნობ ყველა მე და ყველა მას აჰეიტეს რომ მისეს მას სირია ჩო როცა პოლიტიკაში მოდიხარ ის ესაა ხომ გააკეთო რა ერთი წელი რაღაცა დაიწია ის რომ განსახადებით რაღაცა კრედიტები რაღაც დაიწია ის მოსულიყო რომ ცოტა ხალხი ამჟანსახებული იყო და შემოეტრიალებინა და ანუ ეგაა რა ეგ სამი მიზეზია ჩვენი პრობლემები ძალიან ჭიდროა
და დიდია რა. და აზრია კაროჩე კიდე 4 წელი თუ 8 წელი თუ 21 წელი მოგიწევს სანამ თავარის არ მოკვდება. იცი. ხო, ნუ ბატონობიძე ოდიში სანამ ეგ არ მოკვდება და სანამ ის ძველი ხალხი არ წავა, რომელსაც რაც ვერ გააგებინებ, აი აზრია რა, მაინც ეგენი იქნება, როგორც ლუკაშენკო იქნება ბელარუსში მუდმივად, გონი ეგრე იქნება რა. და ეს 100 კაციანი და 200 კაციანი ისინი აქციები ვერც ვერ დააშლებინებს, მაინც არიან პარლამენტის დამოუკიდებელი აქციებს, ანუ ყველა ბიჭო ბოლოს რაც ნახე. ხალხს აჯანებენ ჩვეულებრივ 500 ლარი გადაგდეთ მარტივი ხო არა. აჯანებენ როგორც გინდა იმედა და თან ფული შეძით. თან ხალხს აშინებენ, ანუ ეგრე აგზელა მაქსიმუმ რა და ცოტა ხალხმა განათლება მიიღოს, ერთმანეთის წინებაზე იზრუნოს, მათ განათლება მიაგებინოს, ეგ ჯობია მგონი იმ ყური გამოსვებს, რაც ეხლა ხდება. არ და მე თავიდან გამოდიოდი, ესეც გამოდიოდა, მაგრამ ჯგან ნიჰილიზმი ხარ ეს თესად, მაგრამ ეგრეა რა, ანუ აღაზი აღარ არის. უნდა შევეჩიოთ, როგორც ხალხი ეჩვევა, ეთიოპიაში და ყლეობებში ეჩვევიან და რაღაც. ეს ალბათ ჯობია. ძალიან დაგვეხიო. ცოტა ხანში განსახილეს აწევენ 20 მალე 28-ში. ბედოქიძეს იმას გაუვავა და დავიხარ, მაგრამ ნუ ასია, იმედია შემდეგში მაინც მოიგებინ ისე. სანქტესილი პარტია ჩამოყალიბდება, რომელიც 10 ხარისს არის მიეკუთვნება. გიჩის რაღაც ყლეობებში იძახდა. იაგო თორე უფრო დიდხანს მიიღებდა. არც კოცეს არ ევასებოდათ და არც ნაცებს ოპოზიციას. მაგიტო 13 ხალ ვერ მიიღო. მარტო ფეიჩიო იყო მთელი წინა საერთო კამპანია, მაგიტო ვერაფერი მიიღო. ცოტა ჯობია რომ ახალი პარტიები წამოვიდნენ. ძიგამოპალი პოლიტიკოსები გაქრნენ. ვაშაძეები, მელიები, ისინი ვერაფერი აგდათ 10 წელი და 20 წელი. წამოვიდნენ ახალი ხალხი რა, ოღონდ ეს არა. პოლიტმეცნიერებაზე რო არიან, არასაზე რო არ არიან და სად არიან რომ კაცმა რო არის. ოღონდ ეგენი არა რა. წესიერი მოზრული ხალხი, განათლებული. ასე უნდა ვეთქვა ეს. ხო, ის უნდა გავგეხილო ჩვენც ეს. რუხაძის თემა. შორწავე. წავით. რატომაც იკადეს. მოვიდი გადავუხი. პირველი ხოლაცი ვარ ეს. ფორმა ქონა საშინელი, ჩემზე. ვერაფერს ვერ გაიგე, ქართველებს რომ მოусვენ, დებატებს, ქართველების დებატებს რომ მოусვენ, ვერ გაიგე ვერაფერს. არა კონსტრუქციული კატანი პროსტა რა, ერთმანეთის სიტყვებზე გამოკიდება, დაჭერა, კი ვერ მოითმეს ტიპი, რო აი დაუშვათ, ხო, რაღაცა ისეთ რეაქცია, ტყუილი თქვენ რაღაცა დამაბრალე. კი არ მოითმე რომ გაგიბათილო, არა რაღაცა. არა, ეგრე უნდა ჩაგეჭრა და არ უნდა გაცადო ეგ, თუნდაც ეგ გამოჭირაზე რა. და ხო, გამოჭირა ჩვეულებრივია. მეორე კიდე რუხაძესაც ეთყობოდა, იგი იყო როგორც რაღაცა ეს დომინანტის როლი და რომ აი მე ვარ, ჩემი ხალხია და ყველაზე მკიდე ხარ რა. ყველაფერი შემიძლია გავამართლო და სუფეხაზე მკიდე მოგწონავს თუ არა. იმიტომ რომ ფული მაქვს, რაღაცა ძალაუფლება მაქვს და ფეხაზე მკიდეა. რუხაძემ რაც თქვა ერთი ის იყო რომ ყველაზე სისულელე რაც თქვა შემიძლია. ნუ თუ დემოკრატიული წყობა არის თუ დემოკრატიული წყობა არის. როგორც ესე აწვევიან ამას რომ ეს სიტყვის დაწოდებაა, როცა აირჩევა ხელისუფლებას, აი ისო კანონს რომ მიიღებს, რომ ჩვენ არ უნდა გქონდა ისა პროტესტის უფლება არა გაქვს, იმიტომ რომ მე არჩეული ვარ. ხო და პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ დემოკრატია თავებს არ ითვლის. იმიტომ რომ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტიპია აიმაშობა რა ქვია წინააღმდეგობა და უშუალოდ მე და ვაჟა ვაჟდოთ რაღაცას ხმას და ბადალა არასდროს ხმას. ეს იმათ ანიშნავს რომ ბადალა ფეხებზე დავიკიდებ და გადავაგოთ საერთოდ და ლაფატკას დავდო გადავაგოთ. არ არის ეგრე. შეიძლება ზეპილია მაგრამ 51% ქვეყნისას უნდა დანარჩენს არ უნდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ეს გასაკეთებია მოიგეს თუ არა მოიგეს ვაფშე რა გადავიცეთ. მაღაზია რა ვიცი ხარ მაღაზია. ხო არის მოსავლე მაღაზია, მე იაგოც ყაბულია მაღაზია, რომ კი ეგ ხდება. შემეძლო მახანდეს ეს მაგრამ ხო მოიტესობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. ხო და ნუ მოკეთეს იყო სტრუქტურა არ ქონდა და ერთ-ერთი რუხაძემ ერთ-ერთი კი არა, ბევრი რაღაცა თქვა და სამასწავლებელი რაც იყო ეს არის რომ არჩეულ მთავრობაში შენ არ უნდა გაუპროტესტო რაღაცა, რასაც გააკეთე. მაშინ ეგ არის დემოკრატია და მე არ მომწონს არა ის რომ დიქტატორული ზამაშკები აქვს, არამედ ის რომ მიმართულება სიძახიან რომ ეს არის დემოკრატიული და ლიბერალური და შიდა ხარ დიქტატორი ხო? არა, მაგას არ ვიცი. ანუ სხვა რაღაცას იძახიან და სხვა რაღაცას აკეთებენ. ხო და ეგ არა თანმიმდევრობა არ მომწონს. თუ გინდა დიქტატორად თქვიო, ვარ დიქტატორი. თუ არ გინდა, უბრალოდ
ახლა დემოკრატია და რა ვიცი, ხა ეს არათანმიმდევრულობა და სერიოზულად გადავიდეთ ისე. კიანზე რა ხდებოდა და ეხლა თუ ეს პოლიტიკამ დაასერიოზულოთ უსიცი. ხო დემოკრატია გამოწონს რა, რუხაძის არათანმიმდევრულობა თავის აზრებში და მე ის რომ ეგ კაცი არის კომპრომისის ჩვეულებრივი. ამერიკის ის არის მოქალაქეა თან და სარგებელს იღებს ამერიკის პასპორტისგანაც და იმისგანაც რომ ელიტაში ზის და ხო მოკლედ მე ეგეთ ხალხს არ შემოწევს და კიდე ის იყო და სამატებოდი ერთი ეკონომიკური რეფორმით ხარიო და დაფიგდა და თქო გეტყვი და ისაო თავ ბიზნესის კეთებას შემინდა თავისუფლად და მე რა რეფორმა ეგ რეფორმა არის ელემენტარული რაღაცაა ხო ეგ ელემენტარული ანუ დაუშვათ მიშა არჩენ და მე ვსაქვია ბიზნესებს ხო? ვიღაცა კაცს დაადგენა და გადაიფრინოს ბიზნესი. და მოვიდა ბიზნესა და თქვა რომ სულ ესეთი კვლევები აღარ უნდა მოხდეს. ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ბიზნესი ღმერთია. ბიზნესს გაკეთე ელემენტარული ყველაზე სწორი რაღაცა ეგ რომ აი ჯანდაბას ხო აი აკეთეთ რაც გინდათ. მე არ ჩავერევი არ გადმოიფრინო. ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ როგორი ხარ. უნდა ეთაყვანო მაგაზე. უნდა თქვა რომ ხო ეგრეც უნდა ყოფილიყო რეალურად და აი რაღაცაში რაშიც შენ ხალხმა აგერჩია და ფულს გიხდის. იმაში მადლობები არ მომეწონა პრემიერა რო აგირჩია და კარგი რაღაცა რო გააკეთე შენ ვალდებული იყავი რომ გაიკეთებინა და მე ნუ აითხო რა ქვია მადლობებს ხუთ მაგაში გიხდი ძღოლს მე მადლობას არ ვუხდი იმიტომ რომ რაღაცა ფულს ვუხდი რა ეგ არის ჩემი მადლობა ხელფასი ნორმალური ხელფასი სხვა რა ვიცი ხა ანუ წავიდნენ ვიღაცა მცხოვრელს ყოველთვის ვუხდი 30 ლარს და ყოველდღე გამომიწევს ერთი პური რა და ხან გიწევს ხან არა რა კვირაში ერთხელ გამოგიწევს ეს შეიძლება სწორ გამოგიწევს ის თვე და როცა გამოგიწევს ეუბნები მადლობა რომ გამომიწევ ჯიგარი ხარ გამომიწევ ანუ ეგ ხო მაგის ვალდებულება რომ შენ ფულს რაში უხდი თუ არ გამოგიწევ ხო უნდა გადააგდო და უნდა უწირო გააკრიტიკო და ანუ ხალხს როცა რაღაცას გააკეთებს კალაძე ან ვიღაცა რაღაცას გააკეთებს მადლობებს უხდიან რომ ეს ნახეთ რა მაგარი ისაკავს ეგ ვალდებულებაა ჩვეულებრივ წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს არ თამაშობს და ფულს არაფერს შეუხდიან და გამოვიდა ითამაშა ბურთი გაარტყა რაღაცას რა ო რა მაგარი ფეხბურთელია მას ხო არავინ არ იტყვის გაასხამე ყველაფერს რა ვიცი გავიდები გუნდიდან ეგრე უნდა იყოს ზოგადად პოლიტიკაზეც მაგრამ ჩვენ ისე ვართ შეშოული რომ არავინ არ საკეთებს კარგად ან თუ გააკეთე გადაგაყოლებზე და უნდა ხო მადლობები რა და მაგიტომ მოდიხარ რომ გააკეთო რაღაცა თუ მადლობები ხდი უდეთ კრიტიკა ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთან არსებობს ვიტყოდი კარჩი ხა მე ვიცდები კონკრეტულად გავიხსენო რეები თქვა რუხაძემ რა პირველი ანუ თავიდან იმას ვიტყვი რომ ანუ არჩევნებამდე რო არსებობდა ეს ნარატივი რომ ეს იაგოს გირჩი ის არიან რა კოცები არიანო ეგ ნარატივი რავი მიქაწყდება და მგონი გამიგაწყდა კიდეც შეიძლება დაგმოცარი არაფერი არის გამოიცხრი მაგრამ მაინც არ მგონია რომ ეგენი კოცები არიან ან თუნდაც ნაცები თვითონ ვერ გაუგიათ კოცებს და ნაცებს ანუ ვინ არის და პირველი რა თქვა მოკლედ რომ თავისუფალი ბიზნესი არისო მეორე პროპაგანდისტული ის არ ვართო ანუ მეც მჯერა რასაც ამბობენო იმაზეც ვიზიარებო კიდე თქვა ნახა კონკრეტულად რა საქმე იყო ბენდუქიძის სასამართლოზე არ ვიცი რა განიხილეს მაგრამ იაგო ამბობდა რომ მაგის ადვოკატი ვიყავიო და ეგრე მოხდა რაღაცაო და ის უმტკიცებდა არა კაცო ეგრე არ იყო როდესაც ის საქმის კურსში იყო კიდე ხა რა იყო ხა ისეთი რუხაძემ ერთი კარგი რაც თქვა რომ სიტყვა განმარტა რა არის პროპაგანდა რომ ეგ არ არის უარყოფითი სიტყვა ეგ არ არის არ ნიშნავს პროპაგანდა მაინც და მაინც ჩვენ თუ იმაში ზავთ რაღაც იესოს პროპაგანდას ეწეოდა ხო იესოს მუჰამედის და ყველა პროპაგანდას ეწეოდა ეხლა ჩვენ თუ ვიტყვით რომ ნარკოტიკები ცუდია და დაიწყეთ ვარჯიში და ჩვენ პროპაგანდას ვეწევით ჯანსაღი ცხოვრებით მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდია ეს ხო აი მართლა ჭირდება ქართულ საზოგადოებას სიტყვის განმარტება და უშუალოდ როგორც სექტანტი სექტანტო რომ მიაძახენ ეგ არ არის ცუდი სიტყვა აპრიორში გააჩნია გამოყოფილი რისგან ახარ ეხლა თუ კარგი რაღაციდან ახარ გამოყოფილი და სექტანტის ხლები არაფერი პრობლემა არ არის მაგაში ხო ეგ ტერმინი კარგად განმარტა ხო ეს მაგას რა ვიცი ყველა დომინანტური იმით ელაპარაკა რა ახლა ეს რადიო თავისუფლებაზე მით უმეტეს რადიო თავისუფლებაზე ის ხალი ვაფშე საცოდავად უსმენდა კითხვას რაღაცა ეს პასუხი იაგოზე ამ ბერში მოვიდოდი უფრო ვიდოდ ერთი ზე რო ყოფილიყო ჯობია ანუ 1-2-ზე 2-2-ზე 4-1-ზე საშინელება არ არის დებატი ეგრე კიდე ერთი რა გამახსენდა
ისა პისისხლიანი გახდაო ეს მთავრობაო რა ხალხის მიმართო აქციებზეო და დარბევები არისო და რაღაცა. ანუ 12 წელი არ ყოფილაო და ანუ ბოლო წელს გახდაო და მე იმათმა კითხეს 20 ივნისს აბა რაზე იყო 2020-იო და აი ზუსტად ხა იმას გავუკეთებ როგორ თქვა რა 20 ივნისი რო იყო მე 7 ნოემბერს იქ ვიყავი. ანუ მან რისი თქმა უნდა და 7 ნოემბრით გადაფარა 20 ივნისი, მაგრამ 20 ივნისს არაფერი არ ვთქვამს. აი ბოლოს რო არის ეგ რატომ გამართო? ბოლოს რო იქ თქვი რო არის ხო? ხოთი გამართლო ეს. იდე გადავიდე. ვოლდი გაზე. ტრამპი ატრაკებს კაროჩე. მაგრამ ტრამპი ეს ნაპარო ხარში ზელენსკი აუს აქედან არავის არ გიოცებდი დიდ მაგრამ ზელენსკი მე არ მე გული არ შემტკივა თვითონ ზელენსკიზე ზელენსკი მოსს გააგო რომ სერვერი არ გამომივარდება და ვაიმე ეს კაცი რა კაცი დავკარგეთო ნაბათავი ხო ქვეყანა უკრაინა შეგეცოდება ტრამპი არის ვაჭარი შეუძლია რაც მომგებიანია მისთვის იმას აკეთებს ასეთ რაც ბიზნეს გახდები როგორც არის ხო ეხლა მოგებართვა მე რა ჩემთვის გინდა დახარჯვა ვახტი ანუ ესეთი ქაუტურია ფონი ჭალდა ეთიოპია მოგები რა ერთ რა ჩვენ როცა რუსეთთან არის საქმე და პუტინთან არის საქმე მან თავი როგორ უნდა აირიდო ტრამპმა თქვა რომ მე ტრამპმა თქვა რომ უკრაინა შეეძლო რუსეთისგან თავი აერიდებინაო. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ რომ რუსეთი არის მავნებელიო, მაგრამ აღარ არსებობს ამ. თუ ის შემოგიტევს, ანუ უკან ვეღარ წავან, ვეღარ შეაჩერებს მაგრამ აღარ უნდა რა და ანუ უკრაინას ეხლა რა უნდა იქნა რომ კაი შენი იყოს ეგ ტერიტორია და ნაწილი, ან რავი ადრე როგორც იყო რომ ხარკს რო აძლევდნენ და ოღონდ არ ამოუწყიტო და რაღაცა ანუ ეგრე უნდა გაიკეთებინა თუ რა უნდა იქნა თავზე ხო დააჯვამდნენ ან მე დიქტატორია ვარ ზელენსკის რო ეძახი ხო ანუ ომია ომის დროს ან როგორ უნდა იყოს არჩევნები კაი გასაგებია დიდი ქვეყანაა მაგრამ ანუ წარმოიდგინე ხალხი ომობს და პარალელურად არჩევნები მიმდინარეობს მე ხვდები რონია რომ ამერიკა მისია და კარგად პრობლემა შემოიტანა რა. ანუ ყველაფერი დაიწყო ჩემი აზრით. ეს ამერიკის ჩარეულობა და რაღაცეები რა. აი უდროობის რომ დაავია პირობა არჩევნებში გაიმარჯვა. ანუ არჩევნებში COVID-16-ში 2016-ში მოიგო იმით რომ მე ამერიკასო არ ჩავთავო ომშიო რა. შემდეგ წელს ჩართო ეგრევე. მაგიან წამოვიდა ამერიკის ჩარეულობა ძალიან პოლიტიკაში და მე მეორე მსოფლიო ომის რუზველტი კიდე ამბობდა რომ არა მე არ ჩავედება მაგრამ მაინც მოვხდეთ მაგრამ მე ტრუმენის დოქტრინით რაც არის რომ ამერიკა ყველანაირ ჩაერთოს იმიტომ რომ ეს არის მესია რაღაცა მე ძალიან მოხდოს ამერიკის მესიობა მაგრამ რომ ვითომ ყველანაირ ჩაერთოს ამერიკა და რაღაცა ვიეტნამში იქ რაღაცა მაგის მე დამკვიდრდა რომ ამერიკა ერევა ყველაფერში რა და კიდე დაკარგა და მაგიტომ სახელმწიფო წამოიწეს წინ ჩინეთ თავს გავაცუდათ ყველა შემოვიდა. ევროპაში ვაფშე საუბრებია რომ ჩინთან რაღაცა უნდა ალავიდნენ და რაღაცა. ჯერზე ნახე და ტრამა კაროჩე მე ძალიან მედები ამის რომ მე მის ფანს რომ ვიყიდე ქულქულში გამოიწერა ის გავაკეთე გადავაგდო ტრამა მეც მინდა ისე მაგდეთ. თავიდან ბიჭო პოპულისტი ამცში აი ბიზნესმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში. ბიზნესმენის მენტალობით რომ მოდიხარ პოლიტიკაში მე ზეცი ხარ რაღაცა. უბრალოდ შეგვეს ტრამპა იმიტომ მოიგო ხოლმე იმიტომ რომ კამალა ჰარის წინ უძღოდა ის ვიცე-პრეზიდენტობა რომ ძალიან საშინება ჰქონდა ბაიდენმა ვერ გაართვა თავი საგარეო პრობლემებს ისრაელ-ჰამასის ომი კიდე ომები აფრიკაში მაგის ყოველდღე თავია უკრაინა რუსეთის ომი გაართვა თავი და მაგიტომ ხალხმა გადაიჭია და კამალას განოზებულები იყო კამალა ხო ვიცე-პრეზიდენტი იყო და მე მოიშალოთ და მაგიტომ მოიგო რომ მე ერთხელში გავაჩერებო და ეგ პოპულისტური რაღაცები ეთქვა კამალს არ გამოვიდოდა იმიტომ რომ ვერ გააჩერეს აშკარად და მაგიტომ მოიგო ხოლმე ასტრაფი არ ვარგო და თავიდან ვიძახნო რესპუბლიკელების კანდიდატები
ყველა საშინელება ერთი კაი იყო ის რა ბოლო წლებში რომ კაი იყო ალბათ ის რომ მაკეინი ვიყიდა კეინს და უბრალოდ რომ მოუგო მან ძალიან პატივცემი მოიგო. აქ ხო მან და მაკეინი და ყველას უყურდა იმიტომ რომ მაკეინი ყველა მიწის ჩვენთან ჩამოდიოდა და რაღაცებს დაფიქრა საქართველოზე და მაგას რომ მოიგო კაი იქნება ჩვენთვის დანარჩენები მის რესპუბლიკელებმა კენჭი იყარეს საოცრად რა ბუშის პოს მაგარი გაუბერა ტრამპმა ეხა კიდე აჩერა საშინელება მაგრამ ამერიკელს უსწრებს უნდა პირადად შეასრულოს ფეგაზე კიდე ეხა ვიღაც ამერიკას ზელენსკი მოიგებს ომს თუ არ მოიგებს იმას სუპერეზე კიდე ის არ შეეხება და აი შუაკი ჩვენ დაგვიხევათ ტრამპზე პირველ რო აიჩა მეგობრებო ცივად და ძალიან ისავა მაგიტო ჩაყინულები წინაზე ვატრაკებდით მაგას სახში ვიყოთ და არ გვაქვს სახლები გარაჟში რო გარე ცხოვრობთ არ გვაქვს სახლები მე გარე ცხოვრობ ტრამპი პირველად რო იყო პირველი მან ეს იმასაც ხო შეხვდა პუტინსაც შეხვდა არაერთხელ ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინსაც შეხვდა და ევროპიდან რომელიმე პრეზიდენტებს თუ ხდებოდა ეგ არ ვიცი ხდებოდა ო შეხვდებოდა მაგრამ უფრო ცნობილი არის ისა კიმ ჩენ ინსო შეხვდა და პუტინს ო ამერიკა დაგიხოტრები არის ცნობილი იმიტომ რომ პირველი პრეზიდენტია ის ჩავიდა ტერიტორიაზე და ხა იმ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იყო კიმ ჩენ კიდე ბოლოს ვაფშე არ ვიცი რატომ არა ვინც უთხრა მიმარჯვენეა უთხარი თუ გაერთო ვინც უთხრა მიმარჯვენეა ევროპაში ყველა რუსეთურია როგორღაც არ ვიცი რამაირად ეხლა გერმანიაში არჩევნებს AfD უთხრა მიმარჯვენე რუსეთურების სირები საკმაოდ პროცენტები გადიან და ძალიან ცუდია იმ გაზრობა იმიტომ რომ პარლამენტში ხა იმენი დაბლოკავენ ხოლმე ყველა დახმაროს უკრაინის მიმართაც იქნება რა ვიცი საშინელება იქნება მეგობრებო საიდან არის ეგენი საერთოდ რანაირად არის ეს რა ან რუმინეთში როგორ მოიგო იმ უკრაინაში რუსეთმა კიდე კაი გაფოიდნენ რაღაცები ის მაგრამ გავლენები აქვს ბიჭო თავიდან ხო ისიც მოლდოვაში ისიგებდა რა ქვია ულტრამემარჯვენე ისა რუსეთმა მაგრამ მე იმ ქალმა მაგას ანდუ დაკაჩი ამალოდ ვისაც თავისუფალ ვაჭრობა არ უსურს ყველას უნდა რუსეთი რა არა თავისუფალ ბაზარს ვაჯობი ეგ არა ყველას გაიგოს ვისაც უნდა გასაგებია უკრაინაში ვაზრობები არის მე ზოგ რაღაცას უკრაინაში შეხედულება მაქვს მაგრამ რამდენი პროცენტია ბოლოს 20 იყო და არ ვიცი ხა მეორეს პირველზე არა მეორეზე არის ეგ პირველზე ეს 29% იყო რაღაც არის სტეგნა ეგენი არ არის ის მიმარჯვენე უკრაინაში ხო და ვერ მოიგებია ვერ მოიგებია რაღაცა თუ დაუბლოკავენ ვერ გაიყო ჯერ პარლამენტში გაიაროს მაგრამ დახმარებული რაღაცები წინაზე მარტო ერთი შტატი ხო არ მოგებული ეხლა ფესოფლის მთელი ქვეყნის 20%-ს არ შეიძლება 1000 ჩამოვარდა მინიმუმ და აი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ზელენსკისთვის იმიტომ რომ დახმარებიან უკრაინას მე ჩვენი იქნებით ალბათ რაღაც ის არ წამოაიგო ის ამოვიდა ის ვაშინგტონში ზული სერიოზული იქნებაო ეხლა ეხლა იცას დავაწერთ ეხლა დავაწერთ ისეთი პოდკასტია რომ ავატყოფილიშნაც ვთქვი სერიოზული ხო იმიტომ რომ მე რავი ვერ ვარ კარგად მე ვირუსი ვარ ციო ატრაკებს გარემო თებერვალში მიწურულში ატოვარ ესეც ციო არ ვიცით შემდეგი ეპიზოდი იმედია უფრო საშინელი იქნება ავატყოფილო და შემდეგი იყოს მოდი რაზე ვილაპარაკო შემდეგში ჩვენ პირობა დავდით ტრამპივით და ვასრულებთ ჩვენ პოლიტიკაზე საუბრობ შემდეგი იყოს მე ახლა რა მოხდება რა ლიტერატურული პრინციპში დღეს არა ოსახუთში იქნება შეხვედრა ტრამპის და არა რუსეთ ამერიკის მეორე შეხვედრა იქნება ოსახუთში ეხლა ხომ იყვნენ შეხვედრა ლავროვი და ის მარკო რუბიოს ვიღაცა შეხვედრა ოსახუთში იქნება კიდე შეხვედრა მეორე და თან იმას ამბობენ კიდე კაია რომ უკრაინასაც და ევროპასაც დავასწრებს და თან კიდე ტრამპთან შეხვედრებენ მაკრონი, შულცი და ვიღაცები ეგეც დასახარებელია
ბიჭო, რას იგო თქვენ ქართული YouTube-ის? საერთოდ დავიწყო. რატო? ხო, მართლა ბიჭო. ადრე რაღაცა. ხალხს უსწორდებოდა და რაღაც ისე იწერდნენ. ეხლა კიდე რავი. ძალიან ისაა რა. ფულზე გადასული ყველაფერი. როგორც ჩვენ. ანუ ხო არის ხომ რომ ხალხს ასპასობები და მაგიტომ რეკლამს უკეთებდა. ჩვენ აგვას პასობები, მაგრამ ეს ჩიპსი არის ფრიქსი რა. ვასპისა. ვარეკლამებთ, აი ეს არის ფრიქსი. წინაზე ხო ის გავარი, მიწეს ხილე, ხო ფიქს ვარ. აბა იმიტომ ვიყიდეთ ეს რომ მაგარია, просто აქციები იყო. მაგითო რა. ორნა ბიჭი, დიზაინერი ვშიდე რა. ღარი. რავი. ღარიბებიდან დიდრები. შენებში დიდრების ის განდება რა. რავი დღეს ვარ. ეპიზოდი. აი, ეს რომ მიგოს რამე იქნება. ყველა. ყველა მოვა. დაგას ორშაბოს დავგვიწინათ. ორშაბოდია. ჩინა გვიას იყო. ამ კვირას რა, ამ კვირას. ნუ არ უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ აუ რა ვიცი სუჩეს უისკაფელი გავაკი. არ უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ წერეთ რა. ერთი კვირის წინ ხო ჩავწერეთ და მე მეორე დღეს დავდეც. ჩვენ მაყურებელს არ ვწყენით იმ ნორ მაყურებელს. ხოსტა დაიჭირეს. ხო. შეთქვით დაიჭირა და ვიღაც ბავშვობა გამორთა გოსა. ქოქო მელონის ხურება რომ უნდა და ესე ჩათხშენ ხო. ანუ რომ სამოვარდა ფიდზე. ეგეც რაღაცა რაღაცა. ხო დაგსერჩი. არა წარმოიდგინე, კაი. 300 კაი, მაგრამ 100 ადამიანი ხო უნდა. აი Я могу вообще. Лайкები მაინც ასაზო, თუმცა 6 ხალხო და 6 ადამიანი ხო და არა იქაც ეს. რომელიც მაგასმა უყურა. ო, და ვეცოდი. ანუ ძალიან უნდა ხარ გახარო. ვაფშე ჩვენ გარდა სუბსკრაიბერი ვარსობთ. აი კი 1-2 4. ამდენი გვაქვს? არა, ჩვენ გარდა. 10 ბოლი. აი, ჩვენ გარდა. არა, კაცო. მაგრამ 10 აკაუნტი ხო არ ქონდა ჩემში. შენ ხო 3. არა, ჩვენ ახალბა. ეს კონცეპტზე ლაპარაკობს და 3 აკაუნტი აფოლოვერს თავისი. ო, რა, ჩვენ აქ ბიჭო, იმიტომ რომ ამოუგდოს ხალხს ავ ისე ვის ამოუგდეთ YouTube-ზე ჩვენ ვიდეოს. დამყარებელი ხარ შეგოდი. ამა დაადისლაიქს სკოლაში. დისლაიკი გაუკეთე დაბლოკა ვაფშე. აჰა. რეპორტი საპორტ ვიწერო გაიგივით თავს. და არ გადავაღებია ჩემ ვიდეო, მაგრამ მოვიყვანეთ სპეციალურ მოწევით. ფერნანდო სუარეს. ფუცარ მის. ულია, იდეა. იგი თავი ჩიფიდე რა. სამყოფი არის რა. აუ ბიჭო, ხალხი პურის ელოდება რა ზეილაპარაკეთ დავარ. დავარ. რო ნოწათ ისე 30 წუთი იმას გოიდი გადავა. არა, ჩიფს დამივოდა მეგობრები. ხო რა. უკრაინიდან ჩემი მეორე სამშობლო. შედი. არა, უკრაინა. ვა. მე რაღაც ნაწილი ვარ. ჩემი დიდი ბებია. სავას მეორე სამშობლო რა არის? მაგდები. ის რა ქვია? ტაჯიკეთი? მეორე ფერი რო აქვს დროშაზე რა ქვია? სენეგა. არა. სენეგალი. 6 ფერია რაღაც დროშაზე. იაპონია. ო. არა, იმასე. კიდევ LGBT. აუდე. აგატას. ხორდა ვასრულებში. ამ სიცივეში გარეთ აი რომელი იუთუბერი გადაიღო და ჩვენ აი გამოყლებული იქნება. აი, ასოქის მგებლიანი და ჩვენ აი პასუხზე ჩვენ აი გამოყლებული იქნება გარეთ ამ ჩვენ აი მოწადინე გამოჩინა ჩვენ აი მოწადინებული გამოჩი ჩვენ აი გამოყლებული ეგრე ძალიან არ ვიჭირდეს ოდეს ვერო დადაკი რომ ვითხო ბოლო ჩვენ მე ლაიქი ვაგე ჩარისკი და გავათხობე რა ჩვენ ოღონდ მოკლედ კაცი დავსრულო რამე თქვათ რამე
გავს. მოკლედ, შემდეგი ეპიზოდისთვის ვთხოვთ, რომ სტუდია გვიყიდეთ. და იაგოს გირჩმა მიგვიწიოს სადებატოდ არა. განსაკუთრებულად ერთხელ. მაგრამ მოგვიძიოს ეხლა. არჩი ხო რა. მე და ჯაფარი მივიღოთ. ეს იყო რა. არა, მოდისა. წიაზე ვარ დავდეთ პირველობა. ეხლა ხო, წიაზე ხო დავდეთ რომ პოლიტიკას ვილაპარაკებთ. შენ და მე არ დამიდია. არის მე ადამიანი პირობა. მე ხო ვილაპარაკებ. ის არა. აუ, ბიჭო. და ეხლა რა შემდეგი. ანუ საბოლოოდ მაგოისა მაყურებლებს, ანუ მე ჩემ თავს უნდა მივმართო მაყურებლებს ხარ იყოდება ჩემ პოდკასტში. ესეთი გამოვიდა პოდკასტი, იმიტომ რომ ძალიან ცივა მინუს რავი რამდენი გრადუსი იქნება ახლა. ხალხი შეიძლება იყოს. მინუსი მაქვს მე თავარ წამოს. უსაქმურები არა ვარ თვითონ. ამ ცივა რა თან ამ ყინვაში ძრის გამოვიდით. ანუ თან რავი დიდოსტატის მარჯვენის 100 გვერდი გვაქვს წასაკითხი ზოგს და პოდკასტს ვწერეთ და რა ვიცი. მოკლედ დავგეთ ყველაფერი, რომელიც ჩამოწერა რა. მე ყველაფერი კარგად და მინდის. შემდეგზე რა შევილაპარაკეთ. შეიძლება მოვიაპარაკოთ. ან ჩვენ ვართ ოქტოპუსი რა. ხან იმას ვედებით ხან. ჩვენ ვარ ნამდვილი ოქტოპუსი რა წყალდი არის მეორადი რა. კალატოზები და იგი. კაი, წავი სახლია შენ. აი მოვიფიქრებ და შემდეგში. არა, შემდეგში ვილაპარაკოთ. აი თუ ჩაგვირიცხავ. კაზინოები. რომელი კაზინოებზე და პორნოებზე ვილაპარაკოთ. არჩი ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ. ლიტერატურაზე ხალხები. ლიჩოჩუ რა. ყოველკვირა. ყოველკვირა პოლიტიკა შემდეგზე ისევ პოლიტიკა ლიტერატურა ყოველკვირა შეიძლება. მე რეკლეობა. მრავალფეროვნება. კარგი, მოკლედ. ყველაფერი. Peace.